1997 წელს ზიმბაბვეში ავტობუსის მძღოლს დაევალა ფსიქიურად დაავადებული ადამიანების ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადაყვანა. მათ დატოვეს დედაქალაქი და წავიდნენ ბულოვაიას საავადმყოფოში. ყველაფერი კარგად მიდიოდა. სანამ ავტობუსის მძღოლმა არ გადაწყვიტა გზისპირა მაღაზიასთან გაჩერება. შეგახსენებთ, მის ავტობუსში 20 ფსიქიურად დაავადებული ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც არ იყვნენ აგრესიულები, მაგრამ მიდრეკილნი იყვნენ გაქცევისკენ. ის ავტობუსიდან გადმოვიდა და გზისპირა ალკოჰოლური სასმელის მაღაზიაში შევიდა. როცა ის ავტობუსთან დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მგზავრებს კარი გაუღიათ და გაქცეულიყვნენ. მამაკაცი ცდილობდა მათ პოვნას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანი იპოვა. ამიტომ მან შეიმუშავა გეგმა. ის მივიდა ავტობუსის გაჩერებაზე და რამდენიმე ადამიანს ქალაქში უფასოდ გამგზავრება შესთავაზა. და რა თქმა უნდა, ისინიც დათანხმდნენ. მძღოლმა ყველა გააფრთხილა, რომ გზად ერთ ადგილზე უნდა შეეარა. და რა თქმა უნდა, ავტობუსი პირდაპირ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიიყვანა. უფრო მეტიც, ამ გენიოსმა საავადმყოფოს პერსონალს უთხრა, რომ პაციენტები ადვილად ხიზიანდებიან და მიდრეკილნი არიან გაქცევისკენ. რის შემდეგაც ის სადღაც გაუჩინარდა. ექიმებს კი 3 დღე დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მგზავრები მათი პაციენტები არ იყვნენ. მეგობრებო, გთავაზობთ სარეკლამო სივრცეს ჩვენს ვიდეოებში. გამოიწერე არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს.